ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი. გამოძებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასმა, რასაც საქსტატი ინფლაციის გაანგარიშებას ითვლის, საშუალოდ 5.5%-ით მოიმატა. საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგმა ფაქტორმა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასმა მოიმატა 14%-ით. საცხოვრებელი წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში ფასის მატებაა 8.3%, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 4.7% დაფიქსირდა ზრდა. საქსტატის ცნობით, სასურსათო პროდუქტებში ფასები გაიზარდა თევზეულზე, ხორცზე. ივლისში გაძვრდა პური, ზეთი, შაქარი, ყავა, ჩაი და კაკაო, ასევე რძე, ყველი, კვერცხი და ხილი. ამასთან ფასების კლება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბახჩეულზე. ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისაგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. აუცილებელია მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, მოვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, ამავდროულად შევამციროთ შუა დღეს, როდესაც ყველაზე მაღალია ტემპერატურა ქუჩაში, ღია სივრცეში გადაადგილება, ასევე გასათვალისწინებელია, რომ უნდა შემცირდეს რასაკვირველი ალკოჰოლის მიღება. თავი შევაფაროთ ხოლმე ისეთ შენობებს, სადაც გაგრილება არის შესაძლებელი, ხოლო საცხოვრებელ სახლში შევინარჩუნოთ სიგრილე. გავანიავოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტემპერატურა ჰაერისა მნიშვნელოვნად დაიწევს და რაც მთავარია, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს. მოხუცებს განსაკუთრებით, ბავშვებს, ურჩიოთ მათ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს სიგრილეში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის რეალიზაციის, ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის დათესვა მოყვანის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიებით გინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჭრიკის შექმნიდან და ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში ტურისტი ცემეს, ტელეფონი და თანხა წაართვეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს მობილური ტელეფონი და თანხა გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ცხელსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ამოღებულია 3 პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. ერთ-ერთი დაკავებულისაგან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 3 წელი შოვის ტრაგედიიდან 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. სტიქიას გადარჩენილები აცხადებდნენ, რომ სამაშველო ვერტფრენი
შოუში მომხდარიდან 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღემდე დაკარგულად ითვლება ერთი არასრულწლოვანი. ქუთაისელმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ორადგილიანი ნავის დისციპლინაში დაიკავეს მეორე ადგილი. ტურნირზე 31 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.